და გადავიდეთ როგორც დაგპირდით ორ ამ წუთის მდგომარეობით ყველაზე რელევანტურ და ყველაზე ტრენდულ ვებ ბრაუზერზე. ეს არის ChatGPT-ის Atlas-ი და ეს არის დიდი ხელოვნური ინტელექტის მოდელის Perplexity-ის Comet-ი, რომელიც რაღაცნაირად ერთხას მიყვებიან ორივე აგენტური შესაძლებლობების განვითარებას ცდილობს და აგენტური ვებ ბრაუზერის წინსვლას ცდილობს, თუმცა მაინც არსებობს განსხვავებები ხედვებში, ფილოსოფიაში და დეტალებში. დავიწყოთ ძირითადი განსხვავებების გამოყოფა. ChatGPT-ის Atlas-ი ორიენტირებულია წმინდად შესრულებაზე, ანუ მოქმედებაზე, ანუ აგენტურ შესაძლებლობაზე, რომ იუზერისთვის გარკვეული მოქმედებები ჩაატაროს სხვა ვებ ლოკაციებში. რაც შეეხება Perplexity-ის Comet-ს, ძირითადად ორიენტირებული და ფოკუსირებულია კვლევაზე, ინფორმაციის სინთეზსა და ციტირებაზე. ანუ Perplexity-ის Comet-ი, მიუხედავად იმისა, რომ აგენტური მოუდის განვითარებას ცდილობს, უფრო მეტად კვლევის ასისტენტია, ვიდრე ისეთი მასშტაბური აგენტური ვებ ბრაუზერი, როგორც ChatGPT Atlas-ია. ChatGPT Atlas-ი, როგორც მოგახსენეთ, ახალი გამოსულია და ჯერჯერობით მხოლოდ Apple-ის Mac-ზეა ხელმისაწვდომი. და ასევე სჭირდება ChatGPT Atlas, რომ გაუშვა Plus, Pro, Business ან რაღაცა სხვა გამოწერა. მოკლედ, უფასო არ არის. რაც შეეხება Perplexity-ის Comet-ს, ის ყველგანაა ხელმისაწვდომი და უფასოა. ChatGPT Atlas-ის ძირითადი უნარები ორ სიფრთხეზეა ორიენტირებული. პირველი, აგენტური ამოცანების შესრულება, როგორც უკვე აგიხსენეთ, მოქმედებები იუზერისთვის და მეორე, მემორის მართვა, ანუ იუზერების ბრაუზინგის მეხსიერება, რომელსაც იმახსოვრებს ChatGPT Atlas-ი და ძალიან კარგადაც იყენებს წინა ამოცანების შესასრულებლად. ეხა ეს კარგია თუ ცუდია, მე მაგას არ ვამტკიცებ. მე უბრალოდ ფაქტს გეუბნებით, რას წარმოადგენს ეს ბრაუზერი და რა მიზნები და ამოცანები გააჩნია. რაც შეეხება Perplexity Comet-ის ძირითად ამოცანებს, როგორც უკვე გითხარით, აქ არის გამჭვირვალე ციტირებადი პასუხები, რათა წმინდა და კრიალა იყოს ყველანაირი ინფორმაცია, რასაც იუზერი იღებს ხელოვნური ინტელექტისგან და მეორე მთავარი ამოცანა, ეს არის კვლევა, ანუ მრავალეტაპიანი კონტექსტის ანალიზის უნარი. ChatGPT Atlas-ის შემთხვევაში მომხმარებელი თვითონვე მანუალურად რთავს agent modes, ანუ მოქმედებების შესრულების ფუნქციას, ხოლო Perplexity-ის შემთხვევაში ავტომატურად ირთვება ეს ფუნქცია, როცა მოდელი ჩათვლის საჭიროდ რომ უნდა ჩაირთვოს. ChatGPT Atlas-ის ძლიერი მხარეა, რომ მას ცოტა უკეთესმის მომხმარებლისგან მოცემული ბუნდოვანი დავალებები და უკეთესია გრძელი, ღრმა workflow-ების შესრულებისთვის. მაგალითად, კალენდარში რაღაცის დაჯავშნა მომხმარებლისთვის, რომელსაც აუდიო საშუალებით მიაწვდის ChatGPT Atlas რომ შეასრულოს. რაც შეეხება Perplexity Comet-ის ძლიერ მხარეს, ძალიან კარგია რეალურ დროში ფაქტების ძიებასა და შემოწმებაში და ინფორმაციების გარკვეულ შეჯამებებში, რასაც ითხოვს მომხმარებელი. რაც შეეხება სუსტ მხარეებს, ChatGPT Atlas-ი არის უფრო ნელი და სამწუხაროდ არის ამ წუთის მდგომარეობით ფასიანი. და რაც შეეხება Perplexity Comet-ის სუსტ მხარეს, რაზეც საუბრობენ მომხმარებლები, ეს არის მისი დაშვებული შეცდომები აგენტური მოქმედებების ჩატარების დროს, ანუ გრძელი workflow-ების წარმართვის დროს, რაც შეიძლება მოსთხოვოს მომხმარებელმა. ზოგჯერ ის იბნევა და ვერ იგებს ზუსტად სად, რა, როდის, როგორ, რანაირად უნდა გააკეთოს. რომ შევაჯამოთ, ChatGPT Atlas-ის მთავარი ღირსება, რასაც მიაწერენ, ეს არის კონტროლის საშუალება და სრული workflows დასრულების ფუნქცია, ხოლო Perplexity Comet-ი გამოირჩევა სისწრაფითა და გამჭვირვალობით. მოდი სიმართლე ვთქვათ, მე რაც მოგიყევით ახლა, ეს ყველაფერი არ ვიცი რამდენად ობიექტურია, იმიტომ რომ გამომდინარეობს უფრო მომხმარებელთა შეფასებებიდან მთელი მსოფლიოდან. თითქმის ბოლო 72 საათი ვიკვლევდი ამ თემას, ძალიან ბევრ შეფასებას გავეცანი და რომ შევაჯამოთ, მოკლედ ასე ფიქრობენ მომხმარებლები და თვითონ კომპანიები ამას ლაპარაკობენ ზუსტად მე თქვენ რაც გითხარით. მაგრამ მოდი ჩემო მეგობრებო, ნუ ვენდობით სხვა მომხმარებლების შეფასებებს და ჩვენით ამ ტუტორიალში დავტესტოთ სულ ყველაფერი, რაც ვილაპარაკეთ, ძალიან ბევრნაირი ტესტი მოქვს მომზადებული და ვნახოთ როგორ შეასრულებენ გარკვეულ მოქმედებებს ეს ორი ბრაუზერი და საერთოდ რას წარმოადგენს თქვენ თავად გააკეთეთ შეფასებები ჩვენი ტესტებიდან გამომდინარე. შეგვიძლია დავიწყოთ მეგობრებო, როგორც დაგპირდით, განვიხილავთ ChatGPT Atlas web browsers და Perplexity Comet-ს.
ბევრი ტესტი მაქვს მომზადებული და მინდა დავაკვირდეთ და რა ვიცი, დასკვნები გავაკეთოთ ერთად. ზემოთ თქმული ჩვენი ძირითადი შეფასებები და ფუნქციები, რაც მიაკრეს ამ ორ web browsers, რამდენად ვალიდურია, რამდენად რეალისტურია და რამდენად შეიძლება მართლა გამოვიყენოთ ჩვენ საქმიანობებში ეს ორი web browser-ი აქტიურად. გავხსნი ახლა მე ჩემ მომზადებულ ტესტებს ორ დოკუმენტში მაქვს გადმოტანილი და დავიწყებ. თუმცა სანამ დავიწყებ მეგობრებო, მანამდე მინდა უბრალოდ გიჩვენოთ ორივე ეს ბრაუზერი, გახსნილი საპირწონეთ ერთმანეთისა Perplexity-ს კომეტი და ChatGPT-ს Atlas-ი. საუბარი დავიწყოთ იმით, რომ ვიზუალურად, dark mode-ზე მაქვს ორივე დაყენებული, თქვენი ნება, რაზე დააყენებთ. ერთადერთი გამორჩეული ის არის, რომ Perplexity კომეტში widget-ების დამატება შეიძლება, როგორც ხედავთ, რომელიც შეიძლება თქვენთვის ან საინტერესო, ან სახალისო შეიძლება აღმოჩნდეს, ან სულაც უფრო კომფორტული მოსახმარად. და შეგვიძლია პირდაპირ ასისტენტით ვისარგებლოთ, თუმცა ერთი დეტალია კიდევ გვთავაზობს მეგობრების მოწვევას, რაღაცნაირად ცდილობენ, რომ ძალიან გაგვაერთიანონ ჩვენი მეგობრებიანად თავიანთ ბრაუზერებში. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც სიმართლე გითხრათ, მე გამომრჩა ამ წუთის მდგომარეობით შეომჩნიე, როცა ეხა რეკორდინგს ვაკეთებდი, ეს არის ბუქმარკები, რომელიც თურმე გადმოუტანია ჩემი ბრეივიდან. არ ვიცი, მე მივეცი თუ ავტომატურად გადმოიტანა თუ როგორ ქნა. აი ეს ჩემი ბუქმარკები არის ჩემი ინსტრუმენტები, რაც აუცილებლად მჭირდება და ძალიან კომფორტულად ვყავ ბრეივში და ეს ყველაფერი ავტომატურად გადმოუტანია Perplexity-ს. და რაც შეეხება ChatGPT Atlas, რომელიც მეორე გვერდზე მაქვს გახსნილი, სამწუხაროდ არ არის გადმოტანილი, social media, LinkedIn-ი ეს ჩემი ხელით მე თვითონ შევქმენი. სიმართლე გითხრათ, არ მომიძიებია ინფორმაცია, შეიძლება მე არ დავეთანხმე, არ მახსოვს ზუსტად. თუმცა ისიც არ მახსოვს Perplexity-ს როდის დავეთანხმე. მე უფრო ეჭვი მაქვს, რომ ჩემში არაა პრობლემა და უბრალოდ ChatGPT-მ არ გადმოიტანა ეს ბუქმარკები, რაც მქონდა მე ბრეივში და უბრალოდ ხელახლა მაქვს გასაკეთებელი ChatGPT-ის შემთხვევაში. სტანდარტული სეტინგები და ფუნქციონალები თითქმის იგივე აქვს, რაც სტანდარტულ web browser-ს შეგიძლიათ გაეცნოთ. არაფერი გამორჩეული არ არის. აქ ეხა ეს ჩვენი დღევანდელი სალაპარაკო თემა არ არის და შეგიძლიათ უბრალოდ გადახედოთ და გაეცნოთ. ChatGPT-ის შემთხვევაშიც სტანდარტული web browser-ის სეტინგებია მოცემული, რომელსაც შეგვიძლია მივყვეთ და ვნახოთ ხელოვნური ინტელექტის ძირითადი ფუნქციონალები, რაც ChatGPT-ში გვხდება, აქაცაა გადმოტანილი და შეგვიძლია ვარეგულიროთ, როგორიცაა მონაცემთა კონტროლი მაგალითად, ან საერთოდ წაშლა ყველაფრის, ყველანაირი ჩატის თუ web browser-ის მონაცემების, ან პერსონალიზაცია, რომელიც ასევე გვხდება, ან agent mode, რომელსაც თავისი სისტემური ინსტრუქცია შეიძლება გავუწეროთ, რაც არ არის დღევანდელი ტუტორიალის სალაპარაკო თემა. წინა ტუტორიალში საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ სისტემურ ინსტრუქციებზე. ერთადერთი დეტალი, რაც შემიძლია ისეთი მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ, ეს არის, რომ ვიზუალის რეგულირება შეგვიძლია, ამ შემთხვევაში default-ად დაყენებულია ISAMNIS ფერზე და მომწონს სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებ შეცვლას და dark mode-ზე თქვენი სავარაუდოდ თავიდან light mode-ზე იქნება. შეგიძლიათ ესეც არეგულიროთ და თქვენზე მოირგოთ. მოკლედ, ბევრი რაღაცა საუბარი შეიძლება ამ ფუნქციონალებზე, როგორც Perplexity-ის შემთხვევაში, ასევე ChatGPT-ის შემთხვევაში, უბრალოდ მოგახსენებთ კიდევ, რომ არ არის დღევანდელი სალაპარაკო თემა ამ ფუნქციონალების გახილვა ძალიან შორს წაგვიყვანს, გვაინტერესებს უშუალოდ შესრულება, ეს ორი მოდელი როგორ აკეთებს საქმეს. საქმე ლაპარაკის ნაცვლად ჩვენი მთავარი ინტერესის სფერო ამ მომენტში. მე როგორც აღვნიშნე, Perplexity კომეტი ავტომატურად რთავს agent mode-ს, როცა საჭიროდ თulis, ხოლო ChatGPT-ს მანუალურად ჩართვა სჭირდება, რომელიც ქვემოთ შეგვიძლია შევამჩნიოთ. დავიწყოთ პირველი ტესტით. შეგახსენებთ, რომ ChatGPT-მ გამოუშვა ვიდეო გენერაციის მოდელი Sora 2, რომლითაც რომ ისარგებლოთ, სჭირდებათ ორი მნიშვნელოვანი პუნქტის შესრულება. პირველი VPN-ით ამერიკაზე გადართოთ საქართველოსთან, რადგანაც ამერიკისთვის ამხოლოდ ეს მოდელი ხელმისაწვდომია ამ შემთხვევაში და ასევე შესრულების დროს გჭირდებათ invite კოდი, რომ მიუთითოთ, რომელიც შეიძლება მოგცეთ სხვა ადამიანმა, რომელიც უკვე შევიდა ChatGPT Sora 2-ში. ეს ცოტა პრობლემური საკითხია invite კოდები და პირველი ტესტი ასეთი რაღაცა მომამზადე. მე მინდა, რომ დღევანდელი დღის მონაცემებით ძალიან მაინტერესებს თუ იპოვის განახლებულ კოდს, რომლითაც მე მომეცემა საშუალება, რომ შევიდე Sora 2-ში. ისეთ კოდს, რომელიც იქნება გამოუყენებელი. და მივცეთ ორივეს დავალება და ვნახოთ რა შედეგი გვექნება. როგორც ხედავთ, მეგობრებო, Perplexity კომეტმა უკვე გარკვეული მოქმედება ჩაატარა.
და მოქმედება მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ რაღაცა ინსტრუქცია ამიხსნა, როგორ შეიძლება მოიპოვო ეს კოდი. რაც ჩემთვის სრულიად არადამაკმაყოფილებელია, იმიტომ რომ სხვა რაღაც მჭირდება. მე მინდა რომ თვითონ გააკეთოს ეს. ერთხელ კიდევ ვცდი და ვეცდები რომ თვითონ გავაკეთებინო. ამჯერად ქართულად მივწერ. მოკლედ ვწერ, რომ არა, მინდა რომ შენ თავად მომიძებნო. რაც შეეხება ChatGPT Atlas, წეგან თქვენ შეამჩნევდით ვიდეოში, რომ მიმდინარეობდა სამუშაოები, რომ მოეძებნა და მართლაც ადგა და მომიძებნა ეს კოდები და დამიგენერირა, როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი კოდი, თუმცა პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ეს კოდები მე როგორც ხვდები, არის 2 ოქტომბრის მონაცემებით, რომელიც ცალსახად არის არარელევანტური, რადგანაც უკვე სავარაუდოდ გამოყენებული იქნება. თვითონვე მეუბნება სამწუხაროდ შეიძლება გამოყენებული იყოს უკვე ეს კოდები და მირჩევს თუ სად შეიძლება შევიდე, საიდან შეიძლება მოვიპოვო ეს კოდები. ნუ არ არის დამაკმაყოფილებელი პასუხი, შედეგი ვერ მივიღე საბოლოოდ, მაგრამ რაღაცა ელემენტარული მაინც არის, რომ Perplexity-სგან განსხვავებით ინსტრუქციები არ მოუწია და რაღაცა შედეგზე გამიყვანა. არა ვალიდურ შედეგზე, თუმცა რაღაცა მაინც ქნა. რაც შეეხება Perplexity Comet-ს, მეგობრებო, როგორც დავაკვირდეთ, მე მივეცი ხელახლა დავალება, რომ თავად მოეძებნა და არ ვიცი, წავიდა და იქოს ცდილობს რომ მოძებნოს. დაველოდოთ შედეგს. თუმცა ჩვენ დრო რომ არ დავკარგოთ, ეხლა გადავიდეთ უკვე მეორე სხვა დავალებაზე და დავაკვირდეთ რა იქნება მეორე დავალების შედეგები. უკვე დიდი ხანია ველოდები Perplexity Comet-ს, მეგობრებო, ნამდვილად აღარ ვაპირებ მეტლოდინს, ფაქტია, რაღაცა დაიწყო პროცესი, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ მაქვს. აქედან გამომდინარე, უბრალოდ გადავალ მეორე დავალებაზე, ამას დავტოვებ და ვნახოთ თუ რაღაცა პასუხი დაგვიგენერირა, კი ვნახავთ ერთობლივად ამას. გადავიდეთ მეორე დავალებაზე, რომელიც წარმოადგენს შემდეგს. ორივე web browser-ს ვთხოვ, რომ მოსძებნოს YouTube ვიდეო კონკრეტული time code-ით, ანუ კონკრეტულ წამზე დააყენოს და გაუშვოს იქიდან, სადაც ცნობილი Steve Jobs-ი საუბრობს AI-ის შესახებ. ან გარკვეული წინასწარმეტყველება გააჩნია ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ორივე მოდელს შეგვიძლია მივცეთ ერთი და იგივე დავალება, agent modes ჩავკრთავ ChatGPT-ს და ვნახოთ რა შედეგზე გაგვიყვანს. ამასობაში ერთხელ კიდევ გადავხედოთ, ხომ არ აქვს Perplexity-ს რაიმე პასუხი ჩვენთვის, არანაირი პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს. შეგვიძლია კიდევ დაველოდოთ. და Perplexity Comet-მა უკვე გამიხსნა Steve Jobs-ის ვიდეო. Do you know who Alexander the Great's tutor was for about 14 years? You know, Aristotle. And I read this, I became immensely jealous. Finding the way we've built computers in the past isn't working for the kinds of things we want to do in the future. And we're examining new architectures. These fancy words like non-von Neumann machines, etc. And what we're doing is we're starting to look to the human brain. How is the human brain architected? And we're finding that computers are very good at doing very simple things extremely accurately, and the human mind is very good. მოკლედ, შედეგი. ორივე მოდელმა, Perplexity Comet-მა და ChatGPT Atlas-მა იპოვა Steve Jobs-ის ვიდეო YouTube-ზე, რომელშიც საუბრობს ხელოვნური ინტელექტის შესახებ. Perplexity Comet-მა ბევრად უფრო სწრაფად გააკეთა ეს, თუმცა პირდაპირ 0 წამიდან ვიდეო გაუშვა, ანუ time code-ი ზუსტად ვერ იპოვა, უბრალოდ ვერ შემოგთავაზა რაღაცა კონკრეტული time code-ი, უბრალოდ ვიდეო შემოგთავაზა. ხოლო რაც შეეხება ChatGPT Atlas, უფრო time code-ი შემოგთავაზა, ანუ ზუსტად დასვა time code-ი და რაღაცა კონკრეტიკაში წავიდა, უფრო ზუსტი პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი დასჭირდა, ამ შემთხვევაში ChatGPT Atlas-მა გააკეთა. მოდი მივცეთ შემდეგი დავალება. ეს ჩავხუროთ. მეგობრებო, შემდეგი დავალებაა, რომ ChatGPT-მ და Perplexity-მ უნდა მოსძებნოს ედუარდ შევარდნაძის სიტყვა ბერლინის კედლის შესახებ. ვნახოთ რა შემოგთავაზებს, რამდენი ხანი დასჭირდებათ მოდელებს და რამდენად ზუსტად გააკეთებენ ამას. Perplexity Comet-მა უკვე დააგენერირა პასუხი, მაგრამ მე მგონი ვერ გაიგო, იმიტომ რომ ფიზიკურად ტექსტი მომწერა, ამიტომ კონკრეტიკას გავუკეთებ. მოძებნე ედუარდ შევარდნაძის ვიდეო ინტერვიუ ბერლინის კედლის შესახებ. და ვნახოთ ამჯერად რას დაგვიგენერირებს. Perplexity Comet-მა მეგობრებო კიდევ ვერ გაიგო, მე რაც მინდა, ანუ კიდევ უფრო მეტად დაუკონკრეტებ. შეიძლება ჩემი ბრალია. გახსენი კონკრეტული ვიდეო, სადაც ედუარდ შევარდნაძე საუბრობს ბერლინის კედლის შესახებ. რაც შეეხება ChatGPT Atlas, ამანაც ვერ გაიგო. ტექსტი გახსნა, აქედან გამომდინარე, ამასაც იმავე დავალებას მივცემ. Perplexity Comet-მა მეგობრებო დააგენერირა ვიდეო, უბრალოდ YouTube-ში მოძებნა და გაგვიხსნა, თუმცა გრძელი ინტერვიუა, ეს არ მოწონს, ამიტომ კიდევ ერთხელ ჩავეკითხები, რომ კონკრეტულად იმ წუთიდან გახსნას ეს ვიდეო, როცა
ედუარდ შევარდნაძე საუბრობს ბერლინის კედლის შესახებ. კონკრეტული ტაიმკოდი მოძებნოს ამ ვიდეოში, როცა ედუარდ შევარდნაძე საუბრობს ბერლინის კედლის შესახებ. და ვნახოთ რას გააკეთებს. რაც შეეხება ChatGPT Atlas მეგობრებო, როგორც ხედავთ, რაღაცა დააგენერირა და ცდილობს ჩართოს. დაველოდოთ, ვნახოთ. Perplexity Comet-ს წეროთ თვითონ ჩართოს, კონკრეტულად ის ტაიმკოდი და ვნახოთ რას იზამს. როგორც ხედავთ, მეგობრებო, Perplexity Comet-მა იპოვა კონკრეტულად ის მომენტი და ვნახოთ თუ ჩართოს. Grab the smallest one and stick the biggest one in my hand so that I could hold up პირველი გამაზა, ნამდვილად არ არის ეს ის მომენტი, მე რაც მინდოდა the bigger fish and he had the smaller fish. მოკლედ, აღარ ვაპირებ, მეგობრებო, გავაგრძელო Perplexity Comet-თან, ჩემი აზრით, ჩემი ბრალიც არის ცოტა, რომ დავალება შეიძლება უფრო ზუსტად უნდა ჩამომეყალიბებინა, მაგრამ რამდენჯერმე დაუზუსტე, არ ვიცი, მეტი როგორ აუხსნა, რა მინდა, ფაქტია, რომ იმას არ მაძლევს ჯერჯერობით მე რაც მჭირდება. რაც შეეხება ChatGPT Atlas, მეგობრებო, რაღაცა ვიდეო გამომიგდო, არც ჩართო, ვერც მევრთავ. არ ვაპირებ არც ამასთან გაგრძელებას. შემიძლია ჩემთვის მნიშვნელოვანი რომ იყოს ძალიან ჩავეძიო და გავაგრძელო, მაგრამ ჩემი მთავარი ინტერესი არის რომ ვისარგებლო ამ ვებ ბრაუზერების აგენტური ფუნქციებით. ანუ მე მივწერო პრომპტი და თვითონ გააკეთო. ამას თუ არ აკეთებს და ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ვმეორებ, უკონკრეტებ და მაინც ვერ იგებს, აქ უკვე რაღაცა სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე ჩემი აზრით ამ ვებ ბრაუზერებთან დაკავშირებით. მოკლედ, ამ დავალებაში ჩემი აზრით ორივე მათგანი ჩავარდა. გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ახალი წლის დღეებში მინდა რომ ამ ვებ ბრაუზერების აგენტურმა ხელოვნურმა ინტელექტმა დააგენერიროს სრული მოგზაურობის გეგმა ჩემთვის ახალი წლისთვის, როცა ჩემ შეყვარებულთან ერთად მინდა რომ ვიმოგზაურო მაგალითად იტალიაში. ოღონდ დამიგეგმოს დეტალურად და გარკვეული ორგანიზებული ფორმით მომაწოდოს ეს ყველაფერი. მაგრამ სანამ გადავიდოდე დავალებაზე, მეგობრებო, Perplexity Comet-ი მინდა დაგანახოთ, რომელმაც დააგენერირა Sora 2-ის invite კოდი, Reddit-ზე იპოვა ეს კოდი და მეუბნება რომ გუშინ გამოქვეყნებულია 25 ოქტომბერს ეს კოდი. არსებობს ალბათობა რომ არ იყოს გამოყენებული. საინტერესოა, უბრალოდ ამ წამს ვერ დავტესტავ, ნამდვილად ვალიდურია თუ არა, იმიტომ რომ მე უკვე სარგებლობ Sora 2-ით და მაგის ვიდრე არ გვაქვს რომ ახლა ახლიდან გავხსნათ Sora 2-ის აკაუნტი, თუმცა ფაქტია, რომ რაღაცა პასუხზე გავიდა. ცოტა დრო დასჭირდა, მაგრამ რაღაცა პასუხზე გავიდა. ამ წამის მდგომარეობით იმის თქმა შემეძლია, რომ Perplexity Comet-ი საკმაოდ კარგად ასრულებს დავალებებს, უბრალოდ სჭირდება ძალიან მაღალი ხარისხის პრომპტინგი, ანუ ძალიან დეტალური ახსნა მისთვის, თუ რა გვინდა მისგან. გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე, მეგობრებო, როგორც უკვე გითხარით, ეს მოგზაურობის დაგეგმას რაც შეეხება, agent mode-ი ჩართულია და მივცეთ ორივე ამ web browsers ეს დავალება. როგორ შეასრულებს. ChatGPT Atlas-მა უკვე გააკეთა, მეგობრებო, ოღონდ არ მგონია, რომ agent mode-ი გამოიყენებინოს, უბრალოდ რეკომენდაციები მომცა, რაც სიმართლე გითხრათ, არ მაწყობს, მაგას ჩვეულებრივად ხელოვნური ინტელექტის მოდელში შევიდოდი და იქაც ვისარგებლებდი ამით, მე მინდა უბრალოდ agent mode-ი, ანუ რომ მოქმედებები ჩაატაროს. და ამიტომ კიდევ ერთხელ დავუკონკრეტებ. დიახ, აბსოლუტურად ყველანაირი შეთავაზება მოძებნე, ყველა დეტალი გათვალე მოგზაურობაში, ორგანიზებულად დაგეგმე ყველაფერი, ლინკებიც ჩასვი და მომეცი ერთიანი ფორმით. მაგალითად, Google Sheet-ში გათვალე ყველა დეტალი, რაც მოგზაურობას უკავშირდება ზოგადად. რაც შეეხება Perplexity Comet-ს, დაახლოებით იგივე გააკეთა ამანაც, რაღაცა ზოგადი რეკომენდაციები მომცა, რაც სრულიად არ მაკმაყოფილებს, ამიტომ დავუკოპირებ და Perplexity Comet-საც მივცემ ანალოგიურ დავალებას და ვნახოთ რას იზამს. ორივემ დაიწყო, მეგობრებო, დაგეგმა, ცოტა ხანი შევხედოთ, როგორ აკეთებენ ამას, როგორ გეგმავენ, როგორ მოქმედებენ და მე ჩემი ვარაუდით დიდი ხანი მოუნდებიან, ამიტომ გადავიდეთ ჩვენ სხვა დავალებაზე, რათა დრო არ დავკარგოთ. როგორც ხედავთ, ChatGPT Atlas-ი ჯერჯერობით ეძებს ბილეთებს, Perplexity Comet-ზე არ ჩანს რას აკეთებს. დაველოდოთ საბოლოო შედეგს, ჩვენ უბრალოდ გადავიდეთ ახლა ახალ დავალებაზე. ახალი დავალება, მეგობრებო, წარმოადგენს შემდეგს, რომ MyMarket-ზე ყოველ 10 წუთში ერთხელ შევიდეს web browser-ის აგენტი მთელი კვირის მანძილზე და შეამოწმოს ვებსაიტი, მოგწეროს
ტოპ ყველაზე დაბალფასიანი შეთავაზებები iPhone-ის ყიდვასთან დაკავშირებით, კერძოდ iPhone 15 და ზემოთ. ერთი დეტალი მინდა გითხრათ კიდევ, რაც ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესოა. მე ეს დავალებები უმეტესად ქართულ ენაზე მაქვს მოზადებული, რათა უკეთ გასაგები ყოფილიყო. ინგლისურ ენაზე თუ მოვამზადებთ ამ დავალებებს, ბევრად უფრო ეფექტური და კარგი იქნება, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ძალიან კარგი იქნება ამის გაკეთება. მოდი მივცეთ ორივეს ერთი და იგივე დავალება და ვნახოთ რა შედეგზე გავალთ, ვნახოთ რა იზამენ. Perplexity Comet-მა უკვე შემომთავაზა, რომ ჩავნიშნოთ დავალება, რასაც ავტომატურად გააკეთებს ყოველდღიურად ეს ხელოვნური ინტელექტის მოდელი. არ ვიცი, რამდენად შეგიმჩნევიათ, ChatGPT-ის შიგნით, Gemini-ის შიგნით, Perplexity, Grok-ის შიგნით, თქვენ შეგიძლიათ კონკრეტული დავალებების ავტომატიზაცია მოახდინოთ ზოგადად ხელოვნური ინტელექტის მოდელის შიგნით, რაც გაინტერესებთ. მაგალითად, უთხროთ, რომ ყოველდღე გამოგიგზავნოთ სიახლეები ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ან რაღაცა სხვა დეტალების შესახებ და ყოველდღიურად გააკეთებს ამას ხელოვნური ინტელექტი. Perplexity პირდაპირ მთავაზობს ამის გაკეთებას, აი ყოველდღიურად საათი მონიშნულია, რიცხვიც მონიშნულია, სადამდე შეიძლება გააკეთოს 2 ნოემბერი, მონიშნულია, სად შეიძლება გამომიგზავნოს იმეილი და მობილური. ოკეი, ორივე შეგვიძლია მივცეთ model option, მოდელის რა შესაძლებლობები შეგვიძლია გამოვიყენოთ და კონკრეტულად რომელი მოდელები შეგვიძლია გამოვიყენოთ ამისთვის და მოდი მივცეთ ეს დავალება, რომ შეასრულოს და ვნახოთ რა იზამს. გვაძლევს პასუხს, შეგივსეთ მოთხოვნა ყოველდღიურად ასეთი დროისთვის მიიღებ ავტომატურ რეპორტს MyMarket-დან არსებულ iPhone 15 და ზემოთ მოდელების ყველაზე დაბალფასიანი ტოპ შეთავაზებების შესახებ. რეპორტში იქნება ყველაზე დაბალი ფასები ყველა iPhone 15 მოდელისთვის, უშუალო ბმულები თითოეულ შეთავაზებაზე, აღწერა ან მნიშვნელოვანი უპირატესობა თითოეული ანონსის შესახებ. შეფასებები გაგრძელდება მთელი შემდეგი კვირის მანძილზე. ერთ დეტალს ვეტყვი მხოლოდ და მხოლოდ, მეგობრებო, რომ ახლავე მომეცი პირველი დეტალი იმ კვლევაზე, რაც მაინტერესებს და ვნახოთ რას გააკეთებს. რაც შეეხება ChatGPT Atlas-მა მითხრა შემდეგი. წინა ნავიგაციის ისტორიაში MyMarket-ის ნაწილის მოსაძებნად შესაბამისი სიტყვები გამოვიყენა და აღმოაჩინა, რომ 24 ოქტომბერს საიტი MyMarket-ში იყო გახსნილი. ეს როგორც ჩანს, სწორედ ის ონლაინ გვერდია, სადაც სასურველი iPhone-ის შეთავაზება შეიძლება იყოს. გთხოვთ დამიდასტურეთ, ნამდვილად გინდათ სწორედ ეს გვერდი გავხსნო. ანუ რამდენიმე დღის უკან ვიყავი შესული და მემორიში მონახა ის და მთხოვს ამის დადასტურებას. კი ბატონო, ვეტყვი, რომ ზუსტად ეგ გვერდია. ვნახოთ რას დააგენერირებს. რაც შეეხება Perplexity Comet-ს, დაიწყო უკვე მუშაობა, MyMarket-ზეა, როგორც მოვხვდები, შესული და იქ ნახულობს მოდელებს, ვნახოთ რას დააგენერირებს. ამასობაში გადავხედოთ წინა დავალებას, რა ხდება წინა დავალებაზე. ChatGPT-ის Atlas-ი მთხოვს, რომ რეგისტრაცია გავიარო ამ ადგილას, რომ ნახოს უკეთ ბილეთები და სხვა დეტალები. მოდი წავიკითხოთ ზუსტად რას გვწერს. მოკლედ ChatGPT Atlas-ი მთხოვს, რომ რაღაცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე გავიარო რეგისტრაცია, რომ გააგრძელოს აქ მუშაობა და მოდი, მაინც ვწდი ამ რეგისტრაციის გავლას, ნახოთ რა იქნება. სადამდე მივა და რას გააკეთებს. რომ ნახოთ ჩვენ ტესტირების შედეგები. კი ბატონო, რეგისტრაცია გავიარეთ და ვნახოთ რას იზამს. მე მგონი არ აგრძელებს მუშაობას, უბრალოდ უნდა დაუდასტურო, რომ გავაკეთე ყველაფერი, რაც მთხოვე, განაგრძე მუშაობა. ვნახოთ რას იზამს. რაც შეეხება Perplexity Comet-ს, ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის. დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს უკანასკნელ დავალებას MyMarket-ს. აქაც ორივე web browser-ი მუშაობს და დაველოდოთ ამის შედეგებსაც. ამავდროულად, მეგობრებო, კიდევ ერთი დავალება, სატესტო დავალება მივცეთ, დავუმატოთ. როგორ უნდა ავიღო მართვის მოწყობა საქართველოში, მომიძებნე ყველა საჭირო ინფორმაცია, მომიძებნე კონკრეტული კანონები. და კიდევ უფრო გავუფართოვებ ამ პრომპტს კონკრეტული ინსტრუქციები, გახსენი შესაბამისი ლინკები და დაიწყე რეგისტრაციის პროცესები. თუ კი სადმეა სარეგისტრაციო. Perplexity Comet-ს მივეცი უკვე ეს დავალება და ეხა მე იმავე დავალებას მივცემ ასევე ChatGPT Atlas. მოკლედ, 3 დიდი ძლიერი დავალება გვაქვს მიცემული ორივე ბრაუზერისთვის, ვნახოთ. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ. პირველი, ახალი წლის მოგზაურობის დაგეგმა მინდა ორივესგან. მეორე, მინდა MyMarket-ზე ეს კვლევა აწარმოოს და მესამე
მართვის მოწყობასთან დაკავშირებით ჩაატაროს მოქმედებები. რაც შეეხება Perplexity Comet-ს, ახალი წლის მოგზაურობასთან დაკავშირებით მომცა საბოლოო დასკვნა, თავისი გაკეთებული და ვნახოთ სრული რეპორტის და დაგეგმილი მოგზაურობის Google Sheet-ის ბმული, ვნახოთ რა გააკეთა, საინტერესო იქნება. შემდეგი ბილეთის პირდაპირ დაჯავშნის ბმული, ანუ რაც მონახავ, ვნახოთ რა გააკეთა, სასტუმროს პირდაპირ დაჯავშნის ბმული, ესეც ვნახოთ რა გააკეთა, საინტერესო იქნება. რაც შეეხება Google Sheets, როგორც ხედავთ, გარკვეული ინფორმაციები წამოიღო, ჩემთვის საჭირო. ძირითადად მე როგორც ვხვდები სასტუმროსთან და ფრენასთან დაკავშირებული დეტალები. თუმცა ლოკალური ტრანსპორტის ბიუჯეტიცაა მითითებული და საჭირო ბმულებით. გადავხედოთ ფრენის ბილეთებსაც. შესამოწმებელია, ვერ გეტყვით მეგობრებო, რამდენად ადეკვატური ბილეთები იპოვა, ანუ რამდენად ბაზარზე არსებული ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი ეს იყო, თუმცა ფაქტია, რომ რაღაცა იპოვა და მიჩვენა. და რაც შეეხება Booking.com-ზე, სავარაუდოდ სასტუმრო მოწებნა, მე როგორც ხვდები, საკმაოდ ძვირიანი სასტუმროა. ვერ გეტყვით მეგობრებო, რომ რაღაცა საუკეთესოდ გააკეთა ეს ვარიანტი, თუმცა მე ვფიქრობ და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩავყვე, რომ პრომპტი ბევრად უკეთ გაუწერო, ბევრად უფრო მივახვედრო რა მინდა, ამ დავალებას გაართმევდა Perplexity Comet-ი თავს. მოდი ანალოგიური დავალება გადავამოწმოთ ახლა ChatGPT-ის Atlas-ის შემთხვევაში. ჯერ კიდევ არ არის დასრულებული მიმდინარე პროცესი. ოკეი, მოვიცადოთ, ვნახოთ რა იქნება. ამასობაში გადავიდეთ მეორე დავალებაზე, My Markets რაც შეეხება. Perplexity Comet-მა My Market-ის დავალება შეასრულა და მომცა ლინკები და მომცა სახელები. როგორც მე ვუყურებ, ის წესი დაცული აქვს, რომ აბსოლუტურად ყველა არის iPhone 15-ზე მაღალი და გადავიდეთ უბრალოდ რომელიმე ერთ ლინკზე და ვნახოთ შედეგი. კი, მართლაც ნამდვილი ლინკია, არ არის შეცდომა ამაში. ფაქტია, რომ Perplexity Comet-მა ეს დავალება შეასრულა. თავს ვერ დავდებ 100%-ით, რომ ნამდვილად ვალიდურია, სრულად 100%-ით, თუმცა შემოწმებას ექვემდებარება თან დავალებაც გაწერა, ანუ დაგეგმა, რომ ყოველდღიურად გამომიგზავნოს ეს დავალება შესრულებული. ძალიან კარგია, შეიძლება ამაზე ჩაღრმავება. გადავიდეთ იმავე დავალება ChatGPT Atlas-ის შემთხვევაში. სამწუხაროდ არ მოქვს არანაირი შედეგი, ჯერ კიდევ ვფიქრობს. ვნახოთ, დაველოდოთ რა იქნება, ეს ორი უბრალოდ გავთიშოთ და დავაკვირდეთ მესამე დავალებას. მართვის მოწმობას რაც შეეხებოდა, აქ უკვე ავტორიზაციას ცდილობს. კონკრეტული ლინკი გახსნა, სადაც ეს ინფორმაციებია მოცემული და ავტორიზაციას ცდილობს. მოდი მივიცეთ ავტორიზაცია, კი ბატონო, რეგისტრაციის ლინკიც გამიხსნა. შეავსე random მონაცემები რეგისტრაციის ფორმაში. ნახოთ რა სიზამს, თუ კი ამას მივცემ. მე შემეშალა რაღაცა მეგობრებო, ნახეთ, მე ვიპოვე რეგისტრაციის ფორმა მართვის მოწმობის საიტზე. რეგისტრაციის გასაგრძელებლად მჭირდება თქვენი პირადი ინფორმაცია, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ელფოსტის მისამართი, მობილურის ნომერი, სასურველი პაროლი და ამ მონაცემების მიცემის შემდეგ რეგისტრაციის ფორმა შეავსებს თვითონვე. ამ მონაცემებს ამჯერად რა თქმა უნდა მე არ მივცემ, უბრალოდ მე ვთხოვ, რომ მომეცი კონკრეტული კანონების PDF ფაილები, რაც ამ მართვის მოწმობასთან არის დაკავშირებული. და ვნახოთ რა სიზამს. რაც შეეხება ChatGPT-ს, ChatGPT-მ უბრალოდ ადგა და ავტორიზაცია მოგთხოვა, როგორც მე ვხვდები ამ საიტზე, უბრალოდ ვეთქვი, რომ გაიარე ავტორიზაცია ჩემი მაილით და ვნახოთ რამდენად გააკეთებს ამას. რაც შეეხება Perplexity Comet-მა, მომცა კონკრეტული PDF ფაილები, მოდი ერთ-ერთი დავტესტოთ, ვნახოთ. კი ბატონო, მიხსნის PDF ფაილს. ოკეი. კი ბატონო, მოდი კიდე ერთი დავალება მივცეთ. ამ შემთხვევაში მოდი გამოვიყენოთ აუდიო ასისტენტი, რადგანაც ესეც გვინდა რომ დავტესტოთ, ვუთხრათ შემდეგი რაღაც. Hello. Hi. Hi there. How can I assist you today? I want you to find the exact details in the law what I asked you. I've found several resources discussing legal details and the rule of law. For example, there's an overview on the World Justice Project site and a detailed PDF covering the meaning, nature, and functions of law. No. Just find the most important details about the law, what you gave me, and just write me, okay? I found a concise summary. Law is a set of rules, created and enforceable by social or governmental institutions,
to regulate behavior. It shapes politics, economics, and society. შეგიძლია ქართულად საუბარი? Sorry, I can only communicate in English. Okay, მე მგონი მიხვდით ეს შესაძლებლობაც და თქვენ თავად გააკეთეთ აქედან გამომდინარე დასკვნა. სამწუხაროდ არ მომწერა ტექსტი, თუმცა იქვე გამიგრძელა საუბარი. მე არ ვიცი, ვერ მიხვდა უბრალოდ, მე ვერ აუხსენი რა მინდოდა თუ უბრალოდ ეს შესაძლებლობა უბრალოდ ვეღარ გადართო აუდიოდან ტექსტამდე. რაც შეეხება ChatGPT Atlas, მე მგონი ვერ გადის ავტორიზაციას და აქედან გამომდინარე მოდი ცოტა სხვაგან წავიდეთ. ეხლა და ვთხოვოთ მომიძებნე კონკრეტული კანონები, რაც ამ თემას უკავშირდება, მომეცი PDF ფაილების საშუალებით და მომწერე შეჯამება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების. შემდეგ აქვე უკვე დავამატებ ახალ დავალებასაც, მეგობრებო, შემდეგ გახსენი ჩემი მაილი, დაწერე წერილი ამ საკითხებთან დაკავშირებით და გაგზავნე შემდეგ პოსტის მისამართზე. ჩემივე პოსტის მისამართი მივეცი. ბოლოს კი შედი ჩემს კალენდარში, მოძებნე შუადღით ხვალ თავისუფალი დრო და ჩამინიშნე კოლი ამ საკითხებთან დაკავშირებით მადონასთან. მოდი გავუგზავნოთ და იგივე დავალება კიდევ მივცეთ Perplexity Comet-საც და ეგეც ვნახოთ როგორ გააკეთებს. რაც შეეხება ამ დავალებას, როგორც ხედავთ, ChatGPT Atlas-მაც მოგცა, მეგობრებო, ვარიანტები, თუმცა ლინკები სად არის? ლინკები სავარაუდოდ ეს არის თუ გადავალთ აქედან გვიხსნის თუ ეს მთლიანად MyMarket-ისა. ლინკი ფაქტია არ არის ისე კარგად გამოყოფილი, როგორც Perplexity Comet-ის შემთხვევაში იყო, თუმცა ვარიანტები ძალსახად მოგცა. მოდი ერთ დეტალს ვეტყვი კიდევ, თუ შეიძლება მომწერე ამ ვარიანტების პატრონების ნომრები აქვე. და ვნახოთ როგორ მომცემს. რაც შეეხება ChatGPT Atlas-ის პირველ დავალებას, ეს არის მოგზაურობის დაგეგმის შესახებ, როგორც ხედავთ, გარკვეული რეპორტი მომცა, საკმაოდ დეტალურად აქვს რაღაცები დაგეგმილი და რელევანტური ტაბები, სადაც მთხოვს რომ გადავიდე და ვნახო ეს დეტალები და ასევე მომცა Google Sheet-ი, როგორც თხოვე, სადაც აქვს რაღაცები დაგეგმილი, ჩემი აზრით ცოტა არეულად, თუმცა ასე თუ ისე ამანაც გაართვა რაღაცას თავი, ამასთან დაკავშირებით შეიძლება ჩაღრმავება და უფრო განვითარება ამ შესაძლებლობის, რასაც იძლევა ChatGPT Atlas. რაც შეეხება დავალებას, რომელიც მივწერე, როგორც ხედავთ, განცხადებაში მითითებულია საკონტაქტო ნომრები, რაც წარმოადგენს პირად მონაცემებს. სანამ ამ ინფორმაციას მოგაწვდეთ, გთხოვთ დაადასტუროთ ნამდვილად გსურთ ამ სატელეფონო ნომრების ნახვა? დიახ, სურს. ისედაც საჯაროა ეს ნომრები. რაც შეეხება მართვის მოწმობის დავალებას, რაც მივეცი, მეგობრებო, ჯერჯერობით მუშაობს, არაფერი შედეგი არ ჩანს. ხოლო Perplexity Comet-ი დამიგენერირა PDF ფაილები, ხოლო დანარჩენი დეტალები, რაც ვთხოვე, შემდეგ ეტაპზე შევდივარ Gmail-ზე. დიახ, შედი. მე რატომ ეკითხება, არ ვიცი, მაგრამ მაინც დაუდასტურე რომ შევიდეს. თვალი მივადევნოთ, მეგობრებო, რა ხდება, Perplexity Comet-ი წვალობს, რომ შეასრულოს ჩემი დავალება, მაილის გაგზავნა, კალენდარში ჩანიშნა შეხვედრის და ანალოგიურს აკეთებს ChatGPT-ს Atlas-იც, რომელიც ცოტა წვალობს. რაც შეეხება ChatGPT Atlas, მეგობრებო, დადასტურებას ვთხოვს, რომ გააგრძელოს, რადგანაც სენსიტიურ დატას ეხება საქმე და უბრალოდ უდასტურებ. ვნახოთ როგორ განაგრძობს და როგორ გააკეთებს ამ დავალებას. ამასობაში, მეგობრებო, ჩვენ აღარ მოვცდეთ, რამდენიმე სატესტო დავალება გვაქვს მისაცემი და ბანემ ეგეც გავაკეთოთ. პირველი დავალება, რაც მინდა მივცეთ, ეს არის, რომ გახსნას უკანასკნელი სტატისტიკები საქართველოს ეკონომიკის შესახებ, კონკრეტული სტატისტიკების ლინკები ეროვნული ბანკის სტატისტიკების გვერდიდან. და ვნახოთ როგორ გააკეთებს ამას. აქვე შეგვიძლია შემდეგი დავალებაც მივცეთ უკვე, ჩემ YouTube vlog-ისთვის მინდა მაღალი ხარისხის ესთეტიური in-house სტუდიის მოწყობა. არ მაქვს მიკროფონი, კამერა, განათებები, დეკორები. მოძებნე ონლაინ გაყიდვების საიტებზე შესაბამისი ლინკები, გახსენი თითოეული ახალ ჩანართში და შექმენი ერთიანი დაფორმატებული სია Google Sheet-ში. შემდეგი ფორმატით: სახელი, აღწერა, ლინკი და გახსენი ეს ტაბიც. ვნახოთ ამასაც როგორ შეასრულებს, საკმაოდ რთული დავალებაა, ესეც კვლევას ეხება საქმე. ესეც შეგვიძლია მივცეთ ორივე მოდელს.
და შემდეგი დავალება მეგობრებო. მომიძებნე საქართველოში ტოპ მენეჯმენტის პოზიციებზე მომუშავე 10 ადამიანი LinkedIn-ზე, რომლისთვის ოფერის გაკეთება შემიძლია. გახსენი შეტყობინების ველი და დაწერე წერილი YouTube პოდკასტის სპონსორობასთან დაკავშირებით, რომელიც AI თემას ეძღვნება. მოდი ავდგეთ და მივცეთ ჩვენ ეს დავალებაც. ამასობაში თვალი მივადევნოთ ჩვენ ყოფილ დავალებებს. როგორც ხედავთ, ჯერ არ დაუმთავრებია მაილის გაგზავნა და კალენდარში შეხვედრის ჩანიშვნა Perplexity Comments, ხოლო რაც შეეხება ChatGPT Atlas კიდევ მთხოვს, რომ მონაცემთა სენსიტიური მონაცემების გამო ნებართვა მივცე გაგრძელებას. კიდევ ერთხელ ვაძლევ ამის ნებართვას. რაც შეეხება შემდეგ დავალებას, რომელიც ეხებოდა საქართველოს ეკონომიკის შესახებ სტატისტიკებს, ეროვნული ბანკიდან ლინკები დამიგენერირა, რაც არ მაწყობს, ამიტომ ვეთქვი შენ თავად გახსენი საჭირო ლინკები და მიჩვენე. რაც შეეხება ChatGPT-ს, მეგობრებო, ChatGPT-მ გახსნა თავადვე ლინკები, ოღონდ მე როგორც ხვდები, ეს არის უბრალოდ ზოგადი ლინკი და არა კონკრეტული ლინკი და შეწყვიტა რატომღაც ფიქრი. ამიტომ ჩვენ კიდევ ჩავუღრმავდეთ გახსენი კონკრეტული სტატისტიკების გვერდი და კონკრეტული სტატისტიკები მიჩვენე. ნახოთ რას გააკეთებს. რაც შეეხება Perplexity მართლაც გახსნა სტატისტიკების გვერდი, თუმცა ეს ზოგადი გვერდია და მე მაინტერესებს გახსენი კონკრეტული სტატისტიკები, რაც ეკონომიკურ მონაცემებს შეეხება. და ვნახოთ რას გააკეთებს. გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე, რასაც აკეთებს. რამდენიმე ლინკი Perplexity Comment-მა მართლაც გახსნა, მეგობრებო, და ველოდები ჯერჯერობით არ დაუმთავრებია. ამიტომ გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე. მე რაც მაქვს მიცემული, ეს არის რომ ჩემი YouTube არხისთვის გარკვეული პროდუქტების მოძებნა განახორციელოს და ჯერჯერობით პასუხი არ ჩანს. რაც შეეხება ChatGPT-ს, ChatGPT-მ ერთი შემომთავაზა, მხოლოდ ერთი განათება და მთხოვს რომ დაუდასტურო გაგრძელება. ოკეი, ვიდასტურებ. და ვნახოთ. რაც შეეხება ბოლო დავალებას, რომ მომიძებნოს კონკრეტული ტოპ მენეჯმენტის მუშაკები, აქვე გამიკეთა Perplexity-s comment-მა, რაც არ მაწყობს, ამიტომ დავუკონკრეტებ. გახსენი LinkedIn-ი, მოძებნე იქ და იქვე მივწეროთ. რაც შეეხება ChatGPT, მონახა ერთ-ერთი ადამიანი LinkedIn-ზე, random ადამიანი და დაწერა წერილი. ეს ვარიანტი ოკეია, უბრალოდ მაინტერესებს მთავარი სია, მე ვინ გამოვაგდო? კი ბატონო, როგორც ხედავთ, გამომიგდო საქართველოში მოვაწე CEO-ები, მაღალ პოზიციებზე მყოფი ადამიანები, ძალიან კარგი. ნებისმიერ მომენტში შემიძლია ნებისმიერი ავარჩიო, დამიწერს თვითონვე წერილს და შევძლებთ გაგზავნოს. მოკლედ, ChatGPT-მ საკმაოდ კარგად გაართვა ჩემი აზრით ამ დავალებას თავი. რაც შეეხება Perplexity Comments, ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს ამასთან დაკავშირებით. დავუბრუნდეთ წინა დავალებაზე, რომელიც ეხება YouTube სტუდიის მოწყობას, ანუ პროდუქციების შერჩევას და როგორც ხედავთ, მართლაც ChatGPT-მ ამზადებს უკვე Google Sheets შემთვის, სადაც პროდუქტები აქვს ჩამოწერილი სია, თავისი აღწერებით და თავისი ლინკებით, ამასაც კარგად ართმევს თავს. რაც შეეხება კონკრეტულ სტატისტიკებს, არაფრით არ მიხსნის ChatGPT კონკრეტულ სტატისტიკებს ეროვნული ბანკის ვებსაიტზე, კიდევ ერთხელ ჩავეძიები. გახსენი ნებისმიერი ერთი სტატისტიკა ამ საიტზე და მიჩვენე სტატისტიკური მონაცემები. რაც შეეხება Perplexity-s, მე მგონი ცოტა გადავღალეთ Perplexity მეგობრებო, რადგანაც ვერ ართმევს თავს, გაიჭედა ეროვნული ბანკის ვებსაიტზე, ამიტომ კიდევ ერთხელ ჩავეძიები. გახსენი ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემების გვერდი ეროვნული ბანკის ვებსაიტზე და შემიჯამე. რაც შეეხება LinkedIn-ის დავალებას, მეგობრებო, Perplexity Comment-მა როგორც ხედავთ, ამ ტიპზე გამომიგზავნა, ანუ წერილი დაწერა, ვერ ხვდები მიყავს მოძებნილი, ამიტომ უბრალოდ skip-ს მივცემ და ვთხოვ, რომ გახსენი უშუალოდ LinkedIn-ი და პირველ რიგში მიჩვენე საჭირო პიროვნებების ჩამონათვალი და სანამ ეს დავწერე, აქვე გამომიგდო ეს ყველაფერი. თუმცა
არ მომწონს რომ სია აქვე მომცა მირჩევნია რომ თვითონაც გამიხსნას ლინკი შესაბამისი ხალხით, ამიტომ მაინც მივცემ ამ დავალებას. რაც შეეხება YouTube ბლოგის დავალება Perplexity comment-მა როგორც ხვდები ვერ წაიწია საერთოდ წინ, ამიტომ ველოდებით. და ბოლოს რაც შეეხება Gmail-ში გაგზავნის დავალებას, აქაც როგორც ხვდები Perplexity comments არ გაუკეთებია. ხოლო ChatGPT-ს აქაც შეწყვეტილი აქვს ფიქრი, ვერ ხვდები რატო, ამიტომ კიდევ ერთხელ ვეთქვი, რომ გააგრძელე. და ვნახოთ რას გააკეთებს. დავუბრუნდეთ ეროვნული ბანკის სტატისტიკებზე, მე მგონი მაინც ვერ შედის Perplexity-ს comment-ი აქ, ხოლო რაც შეეხება ChatGPT-ს, ChatGPT-მ გარკვეული მონაცემები გახსნა და მართლაც შეაჯამა ეს მონაცემები. ChatGPT-ს ატლასმა მე მგონი კარგად გაართვა ამ დავალებას თავი, სხვა სტატისტიკურ მონაცემებთან მუშაობაც დავტესტე ChatGPT-ის შემთხვევაში და საკმაოდ კარგად გამიკეთა ეს. მოკლედ, ChatGPT-ის ატლასის თემა რო შევაჯამოთ, თავი გაართვა ასე თუ ისე ეროვნული ბანკის სტატისტიკების თემას შევიდა, სადაც საჭირო იყო მონახა რაღაცები, ასევე პროდუქტების მოძებნის თემას YouTube სტუდიისთვის და ასევე ტოპ მენეჯმენტის იუზერების მოძებნასაც LinkedIn-ზე თავის წერილის დაწერიანა. შეგვიძლია გავთიშოთ ეს დავალებები ChatGPT-ის შემთხვევაში, ერთადერთი რაც დარჩა და რასაც ვერ აკეთებს, ეს არის წერილის გაგზავნა ელ-პოსტით და კალენდარში შეღოდრის ჩანიშვნა, მაინც დაველოდოთ ამას თუ გაართმევს თავს. რაც შეეხება Perplexity comments, მეგობრებო, ჯერჯერობით უჭირს ეროვნული ბანკის სტატისტიკების დავალება, დაველოდოთ მაინც. რაც შეეხება ტოპ მენეჯმენტის იუზერების თემას, მაინც არ მიხსნის, რატომღაც LinkedIn-ს, რაც ძალიან არ მომწონს, თუმცა ორგანიზებულად კი მომაწოდა საჭირო ადამიანები თავისი ლინკებით, პროფილის ლინკებით და ნუ ჩავხუროთ ეს დავალება, აღარ განვაგრძობ. შემდეგი რაც შეეხება YouTube სტუდიას, ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მაქვს და რაც შეეხება ელ-პოსტით გაგზავნას, აქაც ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მაქვს. დაველოდოთ ცოტა ხანს კიდევ ამ დავალების შესრულებასაც და დაგვრჩა სამი ძალიან მნიშვნელოვანი დავალება, მეგობრებო. შეიძლება თითოეული დავალება არ მიყვოს ბოლომდე და ეს არ არის მაინც და მაინც კარგი, უბრალოდ დროის შეზღუდულობის გამო ვჩერდები გარკვეული დავალებების ბოლომდე ჩაყოლასთან დაკავშირებით, თუმცა ძალიან კარგია რომ ბევრნაირი დავალება გვაქვს, თქვენ შეძლებთ რომ დატესტოთ თქვენთვის ძალიან მარტივად და კარგია user case-ია და თქვენთვის გამოსაყენებელი შეიძლება იყოს. ბოლო სამი დავალება, რაც მინდა რომ გავაკეთოთ, ეს არის ნებისმიერი ერთი პროდუქტი გავხსნათ და მოვიკვლიოთ მსოფლიოში როგორი ფიდბექები ამ პროდუქტთან დაკავშირებით. მეორე, ქუთაისში იპოვოს შაბათ-კვირისთვის ჩემთვის რაღაცა ბინა რომ ჩავიდე და შევძლო ცხოვრება და მესამე ძალიან რთული დავალება ჩემი აზრით ჩვენს YouTube არხზე შემოვიდეს, პოდკასტზე აიღოს ყველანაირი ინფორმაცია და ააგოს ამაზე ჩემს Airtable-ში CRM სისტემა. აი ეს სამი დავალება მინდა რომ დავტესტოთ კიდევ, ნახოთ რა შედეგებზე გავალთ და შემდეგ უკვე დავასრულოთ ჩვენი ტესტირებები, შეგიძლიათ თქვენ განაგრძოთ უკვე სიღრმისეულად. მაგრამ სანამ დავიწყებთ ამ სამ დავალებას, კიდევ ერთხელ გადავხედოთ რა შედეგები გვაქვს. რაც შეეხება Perplexity comments MyMarket-დან მოიკვლია, მეგობრებო, როგორც ხვდები, მე სტუდიისთვის საჭირო პროდუქტების ლინკები, ასევე სხვა საიტებიდანაც მოიკვლია, როგორც ხედავ, სხვადასხვა საიტების ლინკებია მოცემული, რაც გააკეთა და უბრალოდ ვერ ხედავ, სად არის შემაჯამებელი დოკუმენტი ამ ყველაფრის, რაც ვთხოვე Google Sheet-ში და შემიძლია დავუკონკრეტო, სად არის შემაჯამებელი დოკუმენტი Google Sheet-ში. რაც შეეხება სხვა დავალებებს, მეგობრებო, როგორც ხვდები, ვერ ართმევს თავს Gmail-ზე წერილის გაგზავნას Perplexity comment-ი, თუმცა მაინც მივცეთ ჩანსი და დაველოდოთ. აქ კი, როგორც ხედავთ, გამოგვიგდო პროდუქციის ლინკები, ჩავხურავ, ეხლა უბრალოდ ჩვენ არ გვჭირდება ესენი, თუმცა ფაქტია, რომ კვლევა ნამდვილად კარგად გააკეთა. რაც შეეხება ეროვნული ბანკის სტატისტიკებს, მართლაც რაღაცა სტატისტიკა მონახა და მართლაც შეჯამება გამიკეთა. მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ Perplexity comment-ი ამ დავალებას თავს კარგად გაართმევდა, უბრალოდ ალბათ შეიძლება წახმარება დასჭირებოდა იმაში, რომ კონკრეტული გვერდები, რისი შეჯამება ჩვენ გვაინტერესებს, ჩვენ თავად გაგვეხსნა. თუმცა შესაძლოა თვითონაც გაეხსნა, არ ვიცი, ChatGPT ატლასმა ბევრად უფრო მარტივად გახსნა ეს გვერდები. ნუ მთავარია რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ საბოლოო endpoint-ები, საბოლოო ზუსტი ლოკაციები, სადაც არის ინფორმაცია განთავსებული და სიტყვიერად პრომპტის თვალსაზრისით მაინც თუ მივწერთ ხელოვნური ინტელექტის web browsers, ბევრად უკეთ მოძებნის და ბევრად უკეთ გააკეთებს შეჯამებასაც. შეგვიძლია ეს დავალებაც ჩავხუროთ. რაც შეეხება YouTube სტუდიის
მოწყობის პროდუქციის საბოლოო შემაჯამებელ დოკუმენტს არ გვაქვს არანაირი შედეგი და არც Perplexity Comment-ის შემთხვევაში და არც მაილის გაგზავნასთან დაკავშირებით. ხოლო ChatGPT-ის შემთხვევაში მე როგორც ხვდები, რაღაცა მოქმედებები უკვე გააკეთა. გადავამოწმოთ ChatGPT-ის შემთხვევაში თუ მართლაც გააგზავნა რაიმე Google კალენდარის შემთხვევაში მომთხოვა თვითონ მონიშნა ყველაფერი და უბრალოდ save-ს მთხოვს და მოდი მივცემ save-ს და ვნახოთ რამდენად ჩანიშნავს, ხოლო Gmail-ის შემთხვევაში ჯერ მიწერს რომ გააგზავნა, შემდეგ მიწერს რომ bad request-ია, ანუ ვერ გააკეთა, გადავამოწმე და ნამდვილად არ არის გაგზავნილი, არ ვიცი, თუმცა ჩემი აზრით ამის გამკეთებელი არის, შეუძლია ამის გაკეთება, იმიტომ რომ მე ადრე მიცდია და გამიკეთებია, უბრალოდ აქაც რაღაცნაირად ჩაღრმავებაა საჭირო. ყოველ შემთხვევაში ამის გაკეთების რესურსი ჩემი აზრით აქვს. ხოლო Perplexity Comment-ის შემთხვევაში აი აქვე მიგდებს ამას წერილს და ვნახოთ თუ გაგზავნის ნამდვილად send მივცეთ და მეუბნება რომ გაგზავნა და დაიწყო კალენდარში ჩანიშნა. მოდი ვნახოთ რეალურად თუ გაგზავნა. გადავამოწმოთ ჩვენს Gmail-ში თუ გაგზავნა. კი ბატონო, ნამდვილად გაგზავნა, როგორც ხედავთ, Perplexity Comment-მა იმეილი, როგორც ჩვენ ვთხოვეთ. რაც შეეხება კალენდარში ჩანიშნოს, მოდი ესეც გადავამოწმოთ. მეგობრებო, როგორც ხედავთ, ნამდვილად ჩანიშნა Google კალენდარშიც შეხვედრა Call-ი Madonnas-თან Perplexity Comment-მა. თუმცა სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი ეს ChatGPT-ის ჩანიშნულია თუ Perplexity Comment-ის ჩანიშნულია, მაგრამ რადგანაც მაილი გააგზავნა Perplexity Comment-მა დიდი ალბათობით კალენდარშიც მარტივად ჩანიშნავდა ამ ყველაფერს. 12-დან 13 საათამდე კი Perplexity Comment-ის გაკეთებულია ეს კალენდარში ჩანიშნოს. მოკლედ, ამ დავალებაში Perplexity Comment-ს დიდი ხანი მოუნდა, მაგრამ ნამდვილად შეასრულა, შეგვიძლია 5-იანი დაუწეროთ. 5-იანი თუ არა, 4.5 მაინც. ჩავხუროთ მეგობრებო ეს დავალებები და მოდი გადავიდეთ შემდეგ ბოლო 3 დავალებაზე, ძალიან გამგვიგრძელდა ტუტორიალი, ამიტომ ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიდეთ და მივცეთ ბოლო 3 დავალება, მნიშვნელოვანი დავალებები ჩემი აზრით. პირველი მოდი მივცეთ ყველაზე რთული დავალება, რომ მოძებნოს ჩვენს YouTube არხზე ყველანაირი ინფორმაცია ჩვენს პოდკასტთან დაკავშირებით და შემდეგ Airtable-ში ააწყოს CRM სისტემა, ქუთაისში მიპოვოს ბინა, შემომთავაზოს საუკეთესო ვარიანტი და ვნახოთ რას გააკეთებს. კი ბატონო და მივცეთ მესამე დავალება, რომელიც გარკვეულ პროდუქტს უკავშირდება და მესამე ვარიანტის შემთხვევაში მეგობრებო ავიღე მაგალითად გეინერი, ფიტნეს ერთ-ერთი დანამატი და მოდი გავხსნი რომელიმე პროდუქტ ChatGPT-ის შემთხვევაში და Perplexity-ის შემთხვევაშიც ვეცდები რომ გავხსნა ერთ-ერთი პროდუქტი. მოკლედ გახსნილი მაქვს ორივე შემთხვევაში, Perplexity-ის შემთხვევაში და ChatGPT-ის შემთხვევაშიც და მე მჭირდება რომ მივცე ორივე შემთხვევაში დავალება რომ მოიკლიოს ინფორმაციები ზუსტად ამ პროდუქტთან დაკავშირებით და ზოგადად ამის ფასებთან დაკავშირებით. ცოტა არეულად მიწერია პრომპტი, მაგრამ მე მგონი გაიგებს. მივცეთ ორივეს ეს დავალება და ამასობაში გადავხედოთ ჩვენ რამდენად აკეთებს ჩვენს მიცემულ დავალებას Airtable-თან დაკავშირებით, YouTube პოდკასტის CRM სისტემასთან დაკავშირებით დაიწყო Perplexity-მ და ასევე დაიწყო ChatGPT Atlas-მაც, ძალიან რთული დავალებაა, სიმართლე გითხრათ, მე არ მოქვს იმედი რომ რომელიმე თავს ამას გაართმევს. რაც შეეხება ქუთაისში ბინის პოვნასთან დაკავშირებით, აქ რაღაცა ლინკები გამომიგდო, რაც ძალიან არ მაწყობს, შენ თავად იმიტომ რომ თავად მინდა გახსნას ლინკები, შენ თავად გახსენი კონკრეტული ლინკები. რაც შეეხება ChatGPT მეუბნება შემდეგ რაღაცას, რომ მაგონკრეტებინებს როდის მინდა, შემდგომ weekend-ზე. და ვნახოთ და რაც შეეხება ბოლო დავალებას ჩემი აზრით აკეთებს ორივე ძალიან კარგად, რადგანაც დეტალურ შეფასებებს მაძლევს, დეტალურ ფასთან დაკავშირებულ საკითხს მაძლევს და შემიძლია განვაგრძო და ძალიან ჩაუღრმავდე. ChatGPT-მაც დაასრულა და მე მგონი უფრო ორგანიზებულადაც მოგწერა და ჩვენი მიზანი მიღწეულია ამ შემთხვევაშიც, შეგვიძლია გავეცნოთ, შეგვიძლია დავეთანხმოთ, ან არ დავეთანხმოთ, ყოველ შემთხვევაში ამისი გადამოწმება კარგად შეუძლია. ამის გაკეთება ორივე მოდელს შეუძლია კარგად ჩემი აზრით და ჩემი ტესტებით აქამდე მე რაც გამიკეთებია. შეგვიძლია ეს დავალება ჩავხუროთ და შევხედოთ დანარჩენ ორ დავალებას, ქუთაისში ეძებს ორივე ბინას
ნახოთ რა იქნება და ორივე აკეთებს YouTube podcast. ამასაც დაველოდოთ რა შედეგს მივიღებთ. და ერთი დავალება დაასრულა ორივე მოდელმა მეგობრებო, დაახლოებით ერთნაირი დრო მოუნდა ორივეს booking.com-ზე მომიძებნა ვარიანტები ქუთაისში, მე როგორც ხვდები ChatGPT Atlas-მა, ხოლო რაც შეეხება Perplexity comment-მა არ შეასრულა ჩემი დავალება, თვითონ არ გახსნა ლინკი, თუმცა მომცა ვარიანტი, შეიძლება დაურჩე, booking.com-ის ვარიანტი მომცა. სიმართლე გითხრათ, არ მოწონს ეს შედეგი, ალბათ უფრო კარგი იქნებოდა უფრო დეტალურად რომ ამეხსნა, რომ სხვადასხვა საიტიდან წამოიღო ლინკები და თვითონვე გაეხსნა და სხვადასხვა ვარიანტი განეხილა. მარტო booking.com-ი განეხილა, ნამდვილად არ მაწყობდა და არ მინდოდა, უფრო ფართომასშტაბიანი კვლევა მინდოდა. თუმცა ამასაც შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად კარგად აკეთებს, უბრალოდ პრომპტის ჩამოყალიბებაა საჭირო და რადგანაც მეორე დავალებას ველოდებით, მეგობრებო, მოდი მაინც დავუკონკრეტოთ და ვუთხრათ. განიხილე სხვადასხვა საიტის შედეგები მოიკვლიე კარგად დღევანდელ თარიღთან რელევანტურად 2025 წლის 25 ოქტომბერი და დაგენერირე და გახსენი თითოეული შეთავაზების ლინკი. შეთავაზებები უნდა იყოს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. მოდი აი ასე ვუყრათ ახლა ორივეს და ვნახოთ რას გააკეთებს ამასობაში კი გადავხედოთ პირველს რასაც აკეთებს სამწუხაროდ საერთოდ ვერ ხვდები რას აკეთებს ამ მომენტისთვის სად არის შესული უკვე Airtable-შია შესული მოდი გავხსნათ ჩვენი Airtable-ით მაინც დავაკვირდეთ რა ეტაპზეა და რაც შეეხება Perplexity comment-ს Perplexity comment-ი ჯერჯერობით მუშაობის პროცესშია Airtable-ში ჯერჯერობით მე მგონი არაფერი არ ჩანს, უბრალოდ დაწყებული აქვს შენება, არ ვიცი. დაველოდოთ მოკლედ თვითონვე, როდის დაამთავრებს სამუშაოს და როდის მომცემს საბოლოოდ გამზადებულ შედეგს. რაც შეეხება Perplexity comment-ს კიდე არ გამიხსნა მეგობრებო, თუმცა უკვე ცალსახად ასრულებს ჩემს დავალებას და განიხილავს სხვადასხვა ვებსაიტს. ამის შედეგსაც დაველოდოთ საბოლოოდ რას მომცემს. მეგობრებო 10 წუთზე მეტი გავიდა და ჯერჯერობით არც ერთ დავალებაზე შედეგი არ ჩანს. კიდევ ცოტა ხანს დაველოდები. უბრალოდ ერთი რაღაცის განმარტება მინდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდ დროს მოითხოვს, რადგანაც ავტომატურად კეთდება, პრინციპში ეს ჩვენთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. რადგან ჩვენ როცა პარალელურ რეჟიმში სხვა საქმეს შევასრულებთ, შეგვიძლია დაუტოვოთ ეს დავალება მოსაძებნად და გასაკეთებლად. ჩვენთვის დროს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ მომენტში არ ქონდეს, მაგალითად CRM სისტემის აგებას. აქედან გამომდინარე, დრო არ შეგვიძლია განვიხილოთ მაინც და მაინც ცალსახა უარყოფით ფაქტორად. თავარია რომ შეასრულოს ყველაფერი კარგად და თუნდაც 1 საათი მოუნდეს ამის კეთებას, მაგალითად CRM სისტემის აგებას მე რაც მინდა, რადგანაც ჩემი ხელით რო გავაკეთო გარკვეული დრო დამჭირდება ამისთვის, რაც შემიძლია სხვა რაღაცას მოახმარო, აქედან გამომდინარე 1 საათის რომ მოუნდეს, მე დიდი პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ მაქვს. ეს ფაქტორი ნამდვილად გასათვალისწინებელია. ეს არაფერი შუაში არ არის ჩემს YouTube podcast-თან. რაღაცა სხვა თემებია მიმოხილული, გადავიდეთ შემდეგზე, თუ სადმე სხვაგან არის. ეს ნახოთ და შემდეგი ეს აქაც არაფერია და შემდეგი ეს აქაც არაფერია. მოკლედ ვერ ვიგებ რა გააკეთა, ამიტომ მოეტყვი შემდეგ რაღაცას რომ მომეცი ლინკი სადაც ვნახავ გაკეთებულ ბაზას. და ვნახოთ ChatGPT რა შვება შემთხვევაში ChatGPT სერიოზულად წვალობს. Ну, მოკლედ, აღარ განვაგრძობ მეგობრებო ამაზე ლოდინს, სიმართლე გითხრათ, მე აქამდეც დავტესტე ეს, ჯერჯერობით ძალიან უჭირს ამის გაკეთება, მაგრამ ყველაზე რეალური დავალება ეს არის, სიმართლე გითხრათ. ალბათ ძალიან დიდხანს თუ დაველოდები და ძალიან ესეთი საფუძვლიანად მივცემ და რაღაცა ჩაუყვები ბოლომდე და რამდენიმე საათი დაველაპარაკები რაღაცა შედეგზე გავალ, მაგრამ ჯერჯერობით როგორც ხედავთ, ამ გზით საკმაოდ უჭირს. თუმცა მე შემდგომ ტუტორიალებში უკვე გასწავლით სხვა საშუალებებს, აგენტების დახმარებით, MCP სერვერის დახმარებით და სხვა, როგორ შეიძლება ამის უფრო ოპტიმალური ფორმით გაკეთება.
ეს გზა განვიხილეთ ახლა, ეს გზა გვჭირდებოდა, თუმცა რეალურად ეს საბოლოო ვარიანტი არ არის, რისკენაც უნდა ვისწრაფოთ და რითაც უნდა გავაკეთოთ ეს საქმე. ძალიან ცდილობენ ხელოვნური ინტელექტის ეს დიდი მოდელები თავისი ვებ ბრაუზერებით რომ შეგვიტყუონ და ხიბლავენ სხვადასხვა ესეთი ფუნქციონალით და მარკეტინგული კამპანიებით, თუმცა ზოგჯერ ეს ყველაფერი მარკეტინგს მართლა არ ცდება ხოლმე და თქვენ თავად დაინახეთ ახლა ამდენი დავალებიდან რაც მივეცით რამდენი შეასრულეს, რა დონეზე შეასრულეს და ასე შემდეგ და ამ ტუტორიალის იქითაც თქვენ თავადაც შეგიძლიათ დატესტოთ მეგობრებო ეს დავალებები თუ ჩემს ტესტირების რეჟიმს არ ენდეთ ან რამე არ მოგიწონათ თქვენი ხელით შეგიძლიათ დატესტოთ ეს ყველაფერი. მე აუცილებლად აღწერაში ლინკს მივუთითებ, სადაც მოცემული იქნება ეს ტესტები. შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ, ან შეგიძლიათ სხვა რაიმე ტესტები მოძებნოთ. და ბოლოს, მეგობრებო, სიმართლე გითხრათ, მე თავიდან როცა ამ ტუტორიალს გეგმავდი, მინდოდა რომ საბოლოო ანალიზი და ვერდიქტი გამომეტანა ამ ორ ბრაუზერს შორის, თუ რომელი იყო უკეთესი და საკმაოდ გრძელი, შემაჯამებელი სიტყვა მინდოდა მე თქვა, ამასთან დაკავშირებით და კიდე ღრმად გამეანალიზებინა, თუმცა შემდგომ გადავიფიქრე და მინდა აგიხსნათ мотиваცია თუ რატომ გადავიფიქრე. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან ბევრი ტესტე და მიუხედავად იმისა რომ გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება ძალიან არარელევანტურია გადაჭრით და ერთმნიშვნელოვნად რაღაცა თქვა ამ წუთის მდგომარეობით ხელოვნური ინტელექტის სამყაროში. პირველი, იმიტომ რომ გარკვეულწილად მაინც black box-ია ხელოვნური ინტელექტი, ანუ არადეტერმინისტული, ვერ ვარაუდობთ და ვერავინ ვერ ამბობს ზუსტად 100%-ით რას და რატომ და როგორ აკეთებს და მეორე, იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები, ყოველდღიურად იმდენად ახალი ფუნქციები ემატება ვებ ბრაუზერებს, რომ მე რომ ეხლა საბოლოო დასკვნა დავდო, რომელი ვარიანტი ამ ორიდან უფრო მაგარი, შესაძლოა 2-3 დღეში, როცა ეს ლოგი უკვე წავა, იყოს აბსოლუტურად არარელევანტური. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, საბოლოო ანალიზი და საბოლოო დასკვნა თქვენთვის მომინდია ამ ორ ბრაუზერ შორის, მე უბრალოდ გირჩევთ, რომ ორივე დატესტოთ და მოიხმაროთ. რაც მთავარია, თქვენს სამუშაო პროცესს მოარგოთ, რათა თქვენი გრძნოთ რეალური სარგებელი, რაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მოგიტანოთ. დიდი მადლობა, რომ ბოლომდე მიყურეთ და აუცილებლად დაგვიკომენტარეთ თქვენი შეკითხვები და გამოცდილებები, ასევე თქვენი აზრი და შეხედულებები ამ და თუნდაც სხვა ვებ ბრაუზერებთან დაკავშირებით და რაც მთავარია, თუ კი მოგეწონათ ჩვენი ტუტორიალი, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, რადგანაც ახლო მომავალში ძალიან საინტერესო ტუტორიალებს გიმზადებთ, მათ შორის ამ თემასთან დაკავშირებით, ხელოვნური ინტელექტის სამყაროში და ზოგადად ტექნოლოგიებში. ვაპირებ, რომ კვირაში 2-3 ვლოგი მაინც შემოგთავაზოთ. როგორც მე ვიზამ ამას, ასევე ჩემი საყვარელი ადამიანი მადონა შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო ვლოგებს ხელოვნური ინტელექტის კონტენტის გენერაციის სამყაროდან. მადლობა ყურადღებისთვის და დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.